მათია ვარ ჯანმრთელი ჯანსაღი აღდგენილი სული მარადიული სული ვარ შეწყალებული მოტივებული ამნისტირებული და განთავისუფლებული დისტრუქციული პროგრამებისა და დისტრუქციული პროგრამებისაგან. Запрещаю всех на меня зло лиха плохо влияние запрещаю всех. Ეხლა როგორ ხდება სულიერი ევოლუციური და სულიერი ბალანსირება, ანუ ადამიანმა ენერგიები უნდა გამოიცნოს, ადამიანმა ენერგიები უნდა შეისწავლოს, სად არის კაი ენერგია, სად არის ცუდი ენერგია, სად არის კაი სიხშირეები, სად არის კაი ტრანსლაციები, სად არის ცუდი ტრანსლაციები და ნეგატივები. ცუდ ადგილებს მოერიდოს, კაი ადგილებში იაროს, ასე თუ ისე. ვიბრაციების ამაღლება როგორ ხდება, ესე იგი ერთი ადამიანი დაუშვათ, მე სხვა ადამიანებზე ვფიქრობ რაღაცას, ხო, ირა კაი ადამიანია, რა ლამაზი ადამიანია, რა ჭკვიანი ადამიანია, რამდენი რამე იცის და ამ ადამიანს თავისთავად ეხლა ნიჭიერ ადამიანს ეწერება დიდი ქულები. დიდი ქულები ეწერება, დიდი ლაიკები ეწერება, იმიტომ რომ ეს დიდი ქულები და დიდი ლაიკები ადამიანის ვიბრაციებია და ადამიანს რომ აფასებს საზოგადოება, ეწერება დიდი ქულები, დიდი ლაიკები და დიდი ვიბრაციები და კეთილ ადამიანებს უყვარს ყველა კეთილ ადამიანები, მშვიდობიანი ადამიანები და ეწერებათ ლაიკები, ვიბრაციები და გერცები. ეხლა ცუდ ადამიანს რომ შეხედავ, როგორი არის ცუდი ადამიანი, რა ცუდია, რა ცუდი რაღაცა აცვია, ან რა მახინჯია, ან რა ქვია, ან რა ლოთია, ან რა უსაქმურია, ან რა აგრესორია, ან რა ბოროტია, ან რაღაცა და ეხლა თითოეული ადამიანი სხვადასხვა ადამიანზე სხვადასხვა რაღაცებს ფიქრობს, ნეგატიურად თუ იფიქრებ ადამიანზე, იმ ადამიანსაც, ასე ვთქვათ, ეწერება მინუს ლაიკები, ხო, მინუს ლაიკები, მინუს გერცები, ანუ ეს ადამიანი დაუშვათ ასეთია, ყველა ადამიანი თავისთვის ინდივიდუალურია, ზოგი კაია, ზოგი ცუდია, მაგას ვერ გამოიცნობ, მაგალითად ეხლა არის მაგალითად ადამიანი მუშაობს მენაგვედ და ეხლა ცოტა ასე ვთქვათ ფოე წრეში გაზრდილი, ელიტაში გაზრდილი საზოგადოება ამ ადამიანზე იტყვის, რომ 100 წელი მე მენაგვედ ვერ ვიმუშავებ, რამდენი უნდა მომცენ რომ მე მენაგვედ ვიმუშაო, ხო არის ესეთი რაღაცა და ამ ადამიანს, ანუ ამ მენაგვეს უწერენ ეხლა ეს ფოე ადამიანები მინუს ლაიკებს, ხო, მინუს გერცებს, ხო, ანუ აკრიტიკებენ დისტრუქციულად, ხო, აი შანსი არ არის მე როგორ უნდა დავთვრე ისე რომ შანსი არ არის მე ეს გავაკეთო და რაღაცა და აი ვიღაცას რაღაცას უწერენ მინუს რაღაცა ლაიკებს, ხო, ან ეს უსტია, ან იმას კუნთი არ აქვს, ან სპორტზალში, ან სპორტში ვერ განვითარდა, ან ცეკვაში ვერ განვითარდა, ან მათემატიკაში ვერ განვითარდა, ან სკოლაში სკოლელები ერთმანეთს მასწავლებლები და სკოლელები და კლასელები, კურსელები, ნაცნობები ერთმანეთზე რაღაცას ფიქრობენ და ერთმანეთზე რაღაცა ლაიკები იწერება, ან პლუს ლაიკები, ან მინუს ლაიკები. ეს არის ქულები და გერცები და ვიბრაციები. ეხლა, როდესაც ადამიანს პირადად გაიცნობ, აი დაუშვათ გავიცანით ეს მენაგვე აღმოჩნდა რაღაცა მშვენიერი პიროვნება, რომელსაც სიცილით შეუძლია, ხუმრობად შეუძლია, რა ქვია, კაი ლაპარაკით შეუძლია და კაი თქმად შეუძლია და კაი გაგებად შეუძლია. როდესაც ადამიანი გაიცნობს დაუშვათ ამ მენაგვეს, რომელზეც ფიქრობდა უარყოფითად და გაიცნო ეს მენაგვე ახლოს, ხო, დაელაპარაკა, ხო, ამ მენაგვემაც სწორად უპასუხა, ხო, რაღაცა. მიხვდა ეს ადამიანი, რომ რა კაი ადამიანი ყოფილა, კი მუშაობს მენაგვეთ ალბათ უჭერს და იმიტომ თორე რა კაი ადამიანი ყოფილა. ამ დროს ეს მინუს ქულები ეგრევე პლუს ქულებად ეწერება ადამიანს. ეს მინუს ქულები იწერება პლუს ქულებად ადამიანში. ეხლა ჩემზე დაუშვათ ვინ რას ფიქრობს, ზოგი კარგად ფიქრობს, ზოგი ცუდად ფიქრობს, ზოგი ცინის, ზოგი სქელიაო ფიქრობს, ზოგი დებილიაო ფიქრობს. ეხლა მე რო გადავიტანე სტრესები, ყოველ დღე სტრესები არავის არ უსურებ, ყველა მიმდენი სტრესები აიტანოს ერთ სიტყვი, ყველა მიმდენი სტრესები აიტანოს, რაც მე გადავიტანე ცხოვრებაში და მე კიდე მადლობა ღმერთს და მადლობა დვარეც კიდე კაი ჭკვაზე ვარ და კიდე კარგად სახლ-ჭკვაზე ვარ, მადლობა ღმერთს, მადლობა დვარეც, არ გავბოროტებულ ვარ, არ რა ქვია
არ გავბოროტებულ ვარ, მადლობა ღმერთს და ვარ საღჭკაზე და ვარ ასე ვთქვათ, სულიერ განზომილებებში, სულიერ ვიბრაციებზე, სულიერ საღ ვიბრაციებზე. და ვარ ასე ვთქვათ, გადავიტანე ბევრი სტრესები ფაქტურად ყოველდღე ბავშვობიდან დღემდე. ბავშვობიდან დღემდე ღალატი, შეურაცხყოფა, დამცირება, შეშინებები, მუქარები, ძალადობები, მაგრამ მადლობა ღმერთს და მადლობა დვარეთს, რომ ვარ საღჭკაზე. და გადავრჩი და ასე ვთქვათ, მივხვდი იმას, რომ ეს არის მატრის მასკარადული სატანური რაღაცა დისტრუქციული პროგრამისტების მანიპულატორული სისტემები, მანიპულატორული ბოტები და ზომბები ათასნაირად ცდილობენ ადამიანის დასulis, ადამიანის დამცირებას, ანუ სულის დამცირებას, სულის დაჩაგვრას. მივხვდი იმას, რომ არ უნდა ავყვე, ვიღაცა ბოროტებს, შევეშვა და მადლობა ღმერთს, სხვა ჭკვაზე ვარ, კაი ჭკვაზე ვარ კიდე. ეხლა ჩემზე ადამიანი, 1000 ადამიანი რაღაცას ფიქრობს, ხო, ეს ქალი და ეს ესეთია და ეს ესეთია და ამან ესე იკადრა და ამან ესე შეიგინა და ამან ესე რაღაცა ესე იყო, ისე იყო და ნუ სხვადასხვა სიტუაციებში, სხვადასხვა სამსახურებში, სხვადასხვა ნაცნობებში ის კლასელები სხვანაირად ფიქრობდნენ ჩემზე, ძველი მეზობლები სხვანაირად ფიქრობდნენ, ახალი მეზობლები სხვანაირად ფიქრობენ ჩემზე, ხო? ნაცნობები, უცნობები ხალხი, სოციუმი სხვადასხვანაირად ფიქრობს, ხო, ჩემზე. მეწერება რა მეწერება. როგორც პლუსი მეწერება, ასევე მინუსები მეწერება. ცუდსი ფიქრებენ, ცუდი აურა მოდის ჩემთან, კაისი ფიქრებენ, კაი აურა მოდის ჩემთან. მაგრამ ადამიანმა ეს არის ქულები, მაგრამ მე ხო ყველა ვერ მიცნობს, მე ხო ყველა ვერ იმას შრება, ვერ იგებს, მე ვინა ვარ რეალურად და ვინც ეხლა მე გამიცნო, ისინი უკვე იმას ფიქრობენ, რომ რა კაი ადამიანია, რასაცილო ქალია რაღაცა და всё, ისინი უკვე ჩემზე დადებითად ფიქრობენ, მაგრამ ვინც მე ვერ მიცნობს, ისინი ფიქრობენ ან შურიანად, ან ბოროტულად, ან ბოღმურად, ეხლა ჩემი შინაურების უკაცრავად და თამადობით ხელის გულზე გაზდილები, ზოგიერთს ერბოკვერცხი არ მოკლებიათ, ზოგიერთს საჭმელი არ მოკმელებიათ, მაგრამ ისეთი ბოღმები და ისეთი ბოროტები, რომ ყველაფერი ეცოტავებათ და აბრალებენ სხვებს აბრალებენ და სხვებს ჩაგრავენ და სხვებს ცილს წამენ და სხვებს აყენებენ ცუდ სიტუაციებში და თვითონ ეგოისტები რჩებიან ეგოისტებად, ხო? ეხლა ჩემი შინაურების ასე თუ ისე არ მიყვარს შინაურების ძაგება, მაგრამ მაგალითად მოვიყვანოთ ყველას ეყოლება ესეთი შინაურები, შურიანები, ეჭვიანები, ბოროტები, დაუნახავები, ვერ დაინახეს, ვერავისი ვერაფერი, ყველაფერი ეცოტავებათ. და ნუ ესეთი რაღაცები, ეხლა ისინი ჩემზე რას ფიქრობენ, რომ ცუდს ფიქრობენ, ხო? იმადგან მე ვერაფერი ვერ დავანახე, ვერც კაი, ვერც ცუდი და ისინი დაუნახავი ადამიანი რას იფიქრებს? ეგოისტი ადამიანი რას იფიქრებს? მე უნდა ვიყო მარტო და მაგარი ვარ და სხვები უნდა დამემორჩილო და ისინი მიჩემი ფეხებია, მე უნდა ვიყო მთავარი მე ვარ აქა. მთავარი შენ კი არა, მთავრები არიან მზეცაში და დვარცებში და მთავარი რო გახდეს ადამიანი, არ უნდა დააძაგოს, უნდა გახდეს ისე მთავარი ადამიანი, რომ არ უნდა ზიანი არ უნდა მიაყენოს არავის. აი მაშინ გახდება ადამიანი მთავარი, სულიერადაც, ფიზიკურადაც, მოლარულადაც, ასტრალურადაც, ეთერულადაც, კოსმიურადაც, როდესაც კოსმოს ზაკონებს არ დაარღვევს. ხო, ეხლა ეს შინაურები მაგალითად ჩემზე ფიქრობენ ცუდს, ხო, რა იწერება? იწერება ცუდი ქულები, ცუდი ვიბრაციები, ცუდი ენერგიები, ხო, რაღაცა ის პერეკლადები, პატკლადებივით რაღაცა ხდება რა, იძაბება ადამიანი და გრძნობს ადამიანი, რომ ეს ჩემი შინაურებიდან მოფრინავს ეს რაღაცა ნეგატიური ენერგიები. ეტყობა ისინი ჩემზე ცუდს ფიქრობენ, ხო? ნუ ეხლა რას ვიზავთ, ფიქრობენ ტვინი იმისა, როგორც ენას ძვალი არა აქვს, ტვინი იმისა, რომ ადამიანს ეფიქრება რაღაცეები რა. ნუ ეს სისტემაც ეხლა ეს პროგრამისტები, ეს ჰაკერ-კრაკერები და ეს მანიპულატორული პროგრამისტები იმისთვის არსებობენ, რომ ადამიანს რაღაცა დისტრუქციული ინფოპაკეტები აფიქრებინონ. ესეა საერთოდ. ამიტომ ეხლა ადამიანმა როგორ უნდა დაიცვას
თავისი თავი, რომ ვიძახი, რომ все негативები აბნურაეცა და запрещаю все негаტორებს на меня зло лихаплохавриაც. ვუსურებ ყველას, რა ქვია, ასოზნანიას, ანუ ვუსურებ ყველას მიხვდეს იმას, რომ მე რა ქვია, არავის დასამცირებელი არა ვარ მაგალითად, არავის დასაცინი არა ვარ მაგალითად, არავის დასაჩაგრი არა ვარ მაგალითად, რომ მე გამიკეთეს სიბოროტე, რომ მიხვდნენ, რომ მოინანიონ და უსურებ ყველას გამოსწორებას. კლინარიზაციას უსურებ ყველას, всё. და ასე ვთქვათ, ну ადამიანმა ესე манифестებით თავი უნდა დაიცვას და უნდა თქვას, რომ რაც ჩემზე მოდის ნეგატივები, დისტრუქციები, ნეგატიური ინფოპაკეტები, მომენტანა აბნურაეცა запрещаю всех на меня зло лихаплохавриაც. ეხლა წარმოიდგინოს ადამიანმა, რომ არის სფერო წრე გააკეთოს, რამაზ-რამაზი სფეროები გააკეთოს გარშემო. წითელი, ყვითელი, ფერადი, ჭრელი, ასამნისფერი, ცისფერი, ლურჯი, ფორთოხლისფერი, ფოსფორისფერი, რამაზ-რამაზი სფეროები გააკეთოს გარშემო თავის სურათზე და ეს სურათი, ზე თქვას, რომ ეს სურათი არის ჩემთვის ზაშიტული ეს სფეროები გარშემო ზაში შაეთ და ჩემს ბიოვერს ბიოპოლს ცუდი ენერგიები ვერ შემოვა და უნდა რა ქვია დააბალანსირაოს ადამიანმა ენერგიები. ის ცუდი ენერგიებიც, ის კაი ენერგიებიც, ის დამღლელი ენერგიებიც, რომ დაიღალა, იშრომა, მიიტანა, მოიტანა, გაიარა, გამოიარა, ის მოფრენილი ენერგიებიც, ის რაღაცეები უნდა დააბალანსიროს ადამიანმა. როგორ დააბალანსიროს? მაგალითად, წყლის ძალით აჩი შეეცავს დისტრუქციები, ნეგატივები აბნურაეცა ტმინა პადალში. ცეცხლის ძალით ცეცხლი წვავს ნეგატივებს, დისტრუქციებს. ჟიგაე, все ნეგატივებს, დისტრუქციებს ცეცხლის ძალით. ზაში შავ, ჩემს ახკარს, ჩემს ბიოვეს ბიოპოს დეზინფიცირდება ჰაერი, წყალი, ბიოვერი, ბიოპოლი, ცეცხლის ძალით, სოლნიჩრი ლუჩების ძალით, ულტრაფიოლეტოვი პატოკიზობირების ძალით, უზუმრუდრი პატოკიზობირების ძალით და ასე შემდეგ. ეს რა ქვია, ძნელი არ არის, რომ გააკეთოს ადამიანმა. მარილით მაგალითად დაიბანოს ხელები, ფეხები და თქვას, რომ მარილით გაწმინდოს სახლი და თქვას, რომ ეს ნეგატივები, დისტრუქციები, დისტრუქციული ინფოპაკეტები, დისტრუქციული კონსტრუქციები ატკლოდ ჩაეცასნი, მაიცა, ჟიგაეცა, აბნურაეცა. ეხლა ეს რა ქვია, ჩემი ბიოვერი ბიოპოლი დაცული არის ზალატე ულტრაფიოლეტოვის სფეროებით, მაგალითად ზალატე ულტრაფიოლეტოვი მეკრაბებით და მე ვარ შუაში და ეს მეკრაბა ჩემს გარშემოა, დადეკაიდერები ჩემს გარშემოა, ფერადი დადეკაიდერები, ფერადი სონიჩრი რუჩები ჩემს გარშემოა, ვითომ ჩემს გარშემო ტრიალებენ po čisavoj strelkit, po protiv čisavoj strelkit maglidan, dablidan, magla, გარშემო შიგნიდან გარედან შიგნით ჩაისუნთქე სუფთა ჰაერი ამოისუნთქე მაგალითად ნაბნულენი უნდა თქვათ ან ამოვისუნთქე მაგალითად დისტრუქციები ნეგატივები მაგალითად ნაბნულენი ის კი არა რომ სხვას მიაფუილო და სხვას გადასდო ვირუსები არა ჩავისუნთქე სუფთა ჰაერი, ნაბნულენი ამოვისუნთქესე, დისტრუქციები, დაღლილობა, ნეგატივები, თავის ტკივილი, ფეხის ტკივილი ამოვისუნთქე, წავიდეს ნაბნულენი, ეს ჩავისუნთქე, სუფთა ჰაერი და ჰაერი დეზინფიცირდება და ერთვება ჰაერის დეზინფიცირებაში ანტიბაქტერიული ულტრალუჩები ანტიბაქტერიული დეზინფიცირებაში ულტრალუჩები არის კვარცოვი ლუჩები, კვარცოვი პლიტა ძალიან კაია. სახში სტომატოლოგებს აქვს და ექიმებს კვარცოვი ლამპები. კვარცოვი ლამპა უნდა ჩაერთოს სახში კვირაში ერთხელ მაინც, რომ ვირუსებისა და ბაქტერიების დეზინფიცირება მოხდეს კვარცოვი ლამპითა და კვარცოვი პლიტით. ექიმები იყენებენ ამას კვარცოვი ლამპას. კვარცოვი ლუჩები აქტიურდება, რომ ჰაერი გაიწმინდოს, დეზადორანტი გაასხით, ჩაიფიქრეთ, რომ ეს დეზადორანტი წმინდავს ბაქტერიებს, ჰაერს ასუფთავებს.
Panjara გააღეთ, გაანიავეთ, ჩაერთოს ჰაერ გამწოვები, ვსე ნეგატივები ვირუსები, -X მაგნიტ ავდება, ანუ გაფრინდებიან ჩემგან შორს, ფუ ამოისუნთქი, გაფრინდებიან ჩემგან შორს სახლში, გაანიავეთ სახლი, კაი ენერგიები, სუფთა ჰაერი შემოდის სახლში, ცუდი ჰაერია ვერ შემოვა სახლში, შემოდის მხოლოდ კაი ჰაერი სახლში. ეხლა ქულები იწერება, ვიცავთ თავს ამ ასოზნანი მტრებისაგან, აცნობი მტრებისაგან, რაღაცა ვიცავთ თავს, აი ამ ელემენტარული რაღაცა უსტანოვკებით, ელემენტარული რაღაცა იმებით, ტექნიკებით უნდა დავიცვათ თავი. ცეცხლის ძალით, წყლის ძალით, ჰაერის ძალით, ეხლა არის მეორე ვარიანტი, რომ მაგალითად ეხლა არიან ესეთი ხალხი, რომ მაგალითად ხო, ეხლა ეხლა ადამიანმა უნდა გაიაროს ეს რა ქვია, დედამიწაზე რას გავდივართ, დედამიწას გავდივართ პროგრამებს, ომის პროგრამები, სიყვარულის პროგრამები, შიმშილის პროგრამები, წყურვილის პროგრამები, უფლობა, უბერაქობა, ავადობის პროგრამები, სილამაზის პროგრამები, სექსუალურობის პროგრამები, ძლიერების პროგრამები, მხიარულების პროგრამები, სიყვარულის თანადგომის ერთგულების პროგრამები, სათნოების პროგრამები, სანდომიანობის პროგრამები, ხო რაღაცა ბევრი პროგრამები არის, ღალატის პროგრამები, შურიანობის პროგრამები, ეჭვიანობის პროგრამები, ჩხუბის პროგრამები, არის სიბოროტის პროგრამები, ხო, ანუ ეს ლანძღვის პროგრამები, არის კიდევ ასე ვთქვათ, წყევლის პროგრამები, მოკვდეს ნეტა და ვერ იტანს და ვერ იტანს, ხო, აი ესეთი ან იტანს, თუ ვერ იტან ადამიანს, უნდა შეეშვა. თუ ვერ იტან ადამიანს, უნდა შეეშვა ის ადამიანი, არც ერთი ადამიანი არავის არაფერს არ უშლის ხელს. და ადამიანის ვერ იტანს, თან ასე ვთქვათ, ატაკაზე გადადის, ადამიანს ჩაგრავს, ამცირებს, აძაგებს, უგონებს რაღაცებს, ცილს ასწავს, ანუ ურტყავს, რა ქვია, სტრესებს აღებინებს, ჯანმრთელობას უნადგურებს ადამიანს და ვერ იტანს და მოკვდეს ნეტა, ხო, რაღაც ეს სიბოროტის პროგრამები, ესაც პროგრამები, ეს სიბოროტის პროგრამები რას აშუქება? მინუს ქულებია. ადამიანი თვითონ იწერს თავის, იმძიმებს თავს, თავისი მინუს პროგრამებით. იმძიმებს თავს თავისი მინუს პროგრამებით. ამიტომ არც ერთი ადამიანი არავის არაფერს ვერ შეუშლის ხელს და ასე ვთქვათ, ყველა ვართ დვარეცების აბსოლუტის ზაშიტებში, თითოეული სული კურატორების ზაშიტებში, ანგელების, არხანგელებისა და ვიში დვარეცების ზაშიტებში, ასე რომ რა ქვია, ადამიანს როდესაც ვერ იტან, ესე იგი იმის სურს აყენებს ზიანს. იმის სურს გინდა რომ იმის როდს აყენებს ზიანს, იმის როდს იმის სურს აყენებს ზიანს. ამიტომ ესე რომ არ მოხდეს ადამიანმა უნდა დაიცვას თავი. თავი როგორ უნდა დაიცვას? ეხლა აი რა ქვია, ვერ მიტანს ერთი ადამიანი, არ ორი ადამიანი, ან სამი ადამიანი და გამიკეთეს სიბოროტეები, ვერ ძღებიან ამ სიბოროტის კეთებით და ვამპირები ვერ ძღებიან საერთოდ ამ სიბოროტის კეთებით, იმიტომ რომ ბესების შნირები არიან და ბესების მონები არიან და ბესების პროგრამებზე დარბიან და ემორჩილებიან ბესების კაკადუშკობას, ლალაკუშკობას, ბესების პროგრამებს ემორჩილებიან და ეხლა დაბარებული აქვთ კი არა და მაგათ სისტემაშია ის, რომ სხვა ადამიანი დააჩაგროს, დაამონოს, აწვალოს და ასე შემდეგ. და ვერ გამოდიან ამ კალისო სანსარებიდან, იმიტომ რომ რატო ვერ გამოდიან ამ კალისო სანსარებიდან? მოშხამულები არიან, დავამპირებულები არიან, დაზომბირებულები არიან, დავირუსებულები არიან თავიანთივე სიბოროტეებით. ეხლა ადამიანმა შეიძლება, ბესმა შეიძლება 1000 რაღაცა გიკარნახოს, მაგრამ ყველაფერი უნდა გააკეთო? ყველაფერი უნდა იკადრო? აი ელემენტარული აიღე. კაცობა არ არის ადამიანის დაჩაგვრა.
ელემენტარული ეხლა დაუშვათ, აი როგორ დავიცვათ თავი. ნუ ადამიანმა გააკეთა სიბოროტე, ხო, გამიკეთა სიბოროტე, ხო, დაუშვათ ეს მე აღარ მახსოვდა, რომ მე ადამიანმა გამიკეთა სიბოროტე, ან რაღაცა მომპარა, ან რაღაცა წაიღო, ან ვერც დავინახე თუ ეს ადამიანი იყო და ამ ეს ადამიანი ამას იკადრებდა, ხო? ხო და ნუ ეხლა ვერ გავიგე ეხლა დაიკარგა მაგალითად ფული ან ვიღაცამ თავში ჩამარტყა და ვერ დავინახე ვინ ჩამარტყა თავში ხო და ან ვიღაცა რა ქვია შეურაცხყოფა მომაყენა და ნუ ვერ ვიხსენებ ეხლა ამ ადამიანს ბნელო და ღამოდა და დაუშვათ და ვეღარ გავიხსენე ხო ეს ადამიანი ხო დაუშვათ ან წყალში ჩამიყარეს რაღაც არჯის ესეთი რაღაცებს აკეთებენ ვიაგრებსა და 1000 ნარკოტიკებს მაიმუნობენ манипуляციობენ და წყალში უყრიან ადამიანები ერთმანეთს რაღაცებს ხო საწამლავებს კიდე ხო დაუშვათ ეხლა ვერ მივხვდი და ეხლა მაინც მე მაგალითად манифестს წავიკითხავ ხო რომ რას ტარგავ აბნურავ დაგაավորებს ვაქვენ ვაბათირებ დაგაավորებს პრიასკებს პრისოსკებს შეთანხმებებს იგრებს ნაცნობობას თუ უცნობობას თუ ურთიერთობებს ყველასთან ყველა ნეგატორებთან და დესტრუქტორებთან და დაუშვათ ეხლა ვინც რამე დამიშავა ყველა ვალდებულია ამინაზღაუროს ზიანი ამინაზღაუროს რესურსები ამინაზღაუროს ჯანმრთელობა ჟიზრინიესილები ამინაზღაუროს საჯერ მეტი ჯანმრთელი ჯანსაღი სახით მაგალითად მომპარეს ფული ხო და ეხლა ვუჩივლებ ვითომ თუ ვიცი ვუჩივლებ თუ არ ვიცი ვერ ვუჩივლებ ხო აღარ მახსოვს ვერ დავინახე ხო ვერ გამოიძიეს საქმე ხო ვერ დავინახე ხო მე ეხლა ასტრალურად განმოუცხადებ ამას რომ დაუშვათ აბნურავ დაგაավորებს შეთანხმებებს связებს, привязкებს, присоскებს, кармичесოებს ყველასთან, запрещаებს ეხნამინაზრული ხაპლოხავლიაც და всем ვალდებულია ეს ქურდები, კრადნიკები, манипуляტორები, ვალდებულები არიან მომშორდნენ, მომცირდნენ და დამიბრუნონ ჩემი ასე ვთქვათ იზობირიები ეხლა მატერია წაიღეს ხო ფულია მატერია მატერიალურად გამქურდეს ხო მაგრამ მატერიალურად დამეკარგა მატერიალურად რო დავზარალდი მე ამ დროს რა ქვია მე ფიზიკურად და ფსიქიკურადაც დავზარალდი და ასე ვთქვათ რომ ვიმუშავე ის ნაშრომი 2 თვის 3 თვის 4 თვის ნაშრომი მომპარეს 1 წლის ნაშრომი მომპარეს და მე კიდე 1 წელი 2 წელი უნდა ვიმუშაო რომ ავინაზღაურო ზიანი ხო მატერიალური ზიანი ესე იგი ჩემი იზობილია წაიღეს მომპარეს მიხვდით რა ხდება ადამიანმა მაგალითად ცემა მეორე ადამიანი რა ხდება ჯანმრთელობას უნგრევს ჯანმრთელობის იზობილიას უნგრევს ანადგურებს ასტრესავებს რა ქვია ჯანმრთელობა შეურყია ხო დაუზიანა ჯანმრთელობა ხო ამიტომ ადამიანმა უნდა თქვას განაცხადოს რომ ეს ფულის ქურდია თუ ჯანმრთელობის ქურდია თუ მცემელია მტყეპელია თუ ბოროტისულია თუ ავისულია თუ შინაურია გარეულია თუ ბესია თუ სერია თუ რეია თუ არხონტია თუ რანაირია ნაირი კრადნიკები ვამპირია ზომბია თუ რა არის უცხადებს ყველას запрещаю на меня зролиха плохавлиат запрещаю на меня კრადნიკობას ლავუშნიკობას შანტაჟიორობას манипуляტორობას დავალდებულები არიან ყველა ნეგატორები და დესტრუქტორები აი ვისაც მე არ ვევასები მაგალითად ვალდებულები არიან ამინაზღაურონ მოყენებული ზიანი ამინაზღაურონ ჩემი ჯანმრთელობა და ამინაზღაურონ ჩემი დაუშვათ ის რა ქვია იზობილიები, ჯანმრთელობა, ბალანსირება, სვაბოდები, ხელშეუხებლობა, გრანიცები, ჩემი გრანიცები ხელშეუხებელია, ბეზაპასნოსწობები, ეს უნდა ამინაზღაურონ და დამიბრუნონ ჩემი ენერგიები, ჩემი იზობილიები უნდა დამიბრუნონ. აჯერ მეტი ჯანმრთელი ჯანსაღი აღდგენილი სახით. რას ნიშნავს ახლა ეს აჯერ მეტი ჯანმრთელი ჯანსაღი აღდგენილი სახით, რომ თავისი სიბოროტეები კი არ უნდა იმასაკნან პატკლადების გარეშე, პატკლადებისა და პერეკლადების გარეშე.
ჩერეზალატი ულტრაფიოლეტოვი ფილტრები და ვიბრუნებ ჩემ იზობირიებს, ჩემს ჯანმრთელობას, ჩემს საზნანიებს, ჩემს სულის ჭისტოტებს, ჩემს კრისტალებს, ბრილიანტებს, ჩემს გრანიტებს, ჩემს ბეზოპასუნსტობებს, ჩემს ბალანსიროვებებს, ჩემს ასე ვთქვათ ხელშეუხებლობების ძალაუფლებებს, ჩემს იზობირიებს, ჩემს ჟიზნინიეს სილებს და ჟიზნინიეს სილების ხელშეუხებლობების ძალაუფლებებს, ჩემს გერცებს, ეს არის გერცები, რომ ადამიანმა დაიბრუნოს თავისი ბალანსიროვებები, თავისი გერცები. ჩემს გერცებს ვიბრუნებ, ჯერ მეტი ჯამთელი ჯანსაღი აღდგენის სახით. без падმენები, без ლავუშკები. ჩერეზალატი ულტრაფიოლეტოვი ფილტრებით, სოლენჩრი ფილტრებით, კვარცოვი ფილტრებით, ჩერეზ წმინდა წყლის სოლენჩრი ლუჩებით, ჯამთელი ჯანსაღი გაწმენდილი სახით. ეხლა და ვუკრძალავ აწინა меня зло лиха прохавлиац все მაგალითად დესტრუქტორებსა და ნეგატორებს, все манипуляторებს. და ასე ვთქვათ, будут დაუშვათ დაისჯებიან გალაქტიკის სუდების სახელითა და ძალებით. დაისჯებიან გალაქტიკის სუდების სახელითა და ძალებით. будут ვიჟიგაცა გალაქტიკის სუდების, გალაქტიკის სასამართლოების, ანგელების, არხანგელების, ვიშე ფედერაცია სვეტას, გალაქტიკის სუდების, გალაქტიკის სასამართლოების სახელითა და ძალებით. Да, благодарю Высшие Светлые Силы, благодарю Чемсус, благодарю Вселенной Всевышний, благодарю Чемс Биоверс Биополс. Эхла. მე ვიბრუნებ ჩემს სიკეთეს, მე ვიბრუნებ ჩემს ჯანმრთელობას და თავიანთი სიბოროტეებიანად გასრიალდნენ ჩემგან შორს. ვერ მიტანს, ნუ მიტანს, არ ვეხვეწები ვიღაცას შემიყვარეო, არავისი სიყვარული მე არ ამჭირდება, შემეშვას, მომშორდეს, მომცირდეს და დალიოს ცივი წყალი ყველამ, ვინც მე ვერ მიტანს. ეს არის მთავარი რაღაცა, რაც ადამიანმა ერთმანეთის გრანიცები უნდა დაიცვას. არავის არ ვეკიდები, ნუ რავინ, ნუ მეკიდება, არავის არ ვაზიანებ, ნუ რავინ, ნუ მაზიანებს. всё, ეს არის ერთმანეთის კოსმოს ზაკონების გრანიცების დაცვა. არა ვარ ვარდებული ვიღაცა ვაქო. აკეთ მაქონ, აკეთ მადიდონ, ხო ვარ მართალი არა? მართალი ვარ, ეხლა იღებენ. Так, ეს დაახლოებით რაღაცები ვილაპარაკეთ. ხო, ეს არის ქულები, გერცები, ვიბრაციები და პოზიტიურობა, ანუ მარტო პოზიტიურ განწყობაზე რომ იყოს ადამიანი, მარტო პოზიტიურ განწყობაზე, დადებითი განწყობა უყვარდეს, ყველაფერი უყვარდეს, სოციუმი უყვარდეს, ხალხი უყვარდეს, რა ვიცი, ეხლა მაინც კი ეხლა პოზიტიურ განწყობაზე კაიზაშიტა არის, ადამიანის ნერვები მაინც არ დაეჭყლიტება და ნერვოზი მაინც არ დაემართება, რო ვირა უსამართლო ცხოვრება და რა უბედური ცხოვრება და რა უსამართლობა და რა ამაზე მაინც არ იფიქრებს 24 საათი, იფიქრებს მაგალითად კაი კომედიაზე ან კაი ადამიანზე ან კაი შინაურებზე ან კაი გარეულებზე იფიქრებს და ნერვები მაინც ექნება დაწყნარებული და დამშვიდებული, მაგრამ ეს რა ქვია მხიარული განწყობის ადამიანებმაც უნდა გაიკეთონ, ასე ვთქვათ, ზაშიტები, დაცვები, უნდა წაიკითხონ მანიფესტები, უნდა გამოთქვან ნება, ვოლია, ნება არის ჩემი. ნება არის ჩემი, ნება არის ჩემი ძალა, უფლება, ჩემი ნება არის ჩემი და ვიბირაიუ, სიკეთე, სიხარული, ჯანმრთელობა, ბედნიერება ჩემთვის ვაბლაგა და იმათვის ვაბლაგა, ვისაც აინტერესებთ და ვისაც ახლა სიბოროტე აინტერესებთ, აიდარდე. ხო, ეს მინდოდა მეთქვა. მერე, რა ქვია,
მე ისა მომწერა ერთმა ქალმა რომ რა ქვია გადასვლებზე, პერეხოდებზე, გადასვლებზე და პერეხოდებზე გადასვლები და პერეხოდები. Так. გადასვლები და პერეხოდები რა არის ახლა? ადამიანმა უნდა შეეცადოს ეხლავე აიმაღლოს ვიბრაციები და ეხლავე მიხვდეს თავსაც და იმასაც რომ ცოტა გარშემო ასე ვთქვათ ხალხს აკლია, რატო აკლია ხალხს და იმიტომ რომ მატრიცა ესე მუშაობს. მატრიც მასკარადული სისტემები არის ისკაჟონი რას ქვია რომ არ გვიხსნიან თავიდანვე არაფერს. ეხლავე უნდა გადასვლა რა არის, რომ ეხლავე უნდა მიხვდეს იმას, რომ მე ვარ აქ დროებით მაგალითად, აქ დროებით სახელმწიფოში მაგალითად, დროებით ვარ მაგალითად აქ საქართველოში მაგალითად დროებით ვარ ექიმი ან დროებით ვარ ვაჭარი ან დროებით ვარ პოლიციელი ან დროებით ვარ პოლიტიკოსი ან დროებით ვარ ეს ოჯახი მიყვარს მაგალითად ჩემი შვილები და ჩემი მეუღლე და ყველა, მაგრამ ესაც დროებითია. ეს მაგალითად სურათი მიყვარს, ტელეფონი მიყვარს, კომპიუტერი მიყვარს, მოდა ჩასაწმენი მიყვარს, მაგრამ ეს მოდა დროებითია ჩემთვის. მე ვარ აქ დროებითად მოსული, ჩამფრენი რისთვის, იმიტომ რომ რაღაცა ოპიტი გავიარო და რაღაცა ხელი შეუწყო სხვა სულებსაც, მაგალითად შვილებს. არა აქვს მნიშვნელობა ამ შვილში რა სულია, ვინ არის, ამ ქმარში რა სულია, ვინ არის ეს ზიმნოისუში პლაზმოიდია, სერია, რეია, გრეია, არხონტია, ანდრომედია, რა ქვია, თუ რა კოსმოსულია, თუ ზიმნოისულია, არ აქვს მნიშვნელობა, რა სული არის, რომ დაეხმაროთ ერთმანეთს, ასე ვთქვათ, ოპიტების გავლაში და ოპიტების, რა ქვია, გადატრანსფორმირებაში, კარმიჩისკიური უზრების მოშორებაში და რომ გადაატრანსფორმიროთ, ასე ვთქვათ, თქვენს გარშემო, თქვენს ბიოპოლში პროგრამების სიკეთესი ხალხური ჯანმრთელობა, ბედნიერება. ეს არის ზუსტად რა ქვია ისა. არის კოსმომატრიცა, არის აბსოლუტის მატრიცა, არის დვარეცის მატრიცა, არის არქიტექტურული ზიმნოი მატრიცა, ბევრნაირი მატრიცა არის, ტექნომატრიცა. ანუ ეს დვარეცის მატრიცა რა არის? ეხლა მე რო ვლაპარაკობ ამას, ეს ხო პროგრამა არის. მე ამას რო დავარქვა ზიმნოი მატრიცა, დვარეცის მატრიცა, კოსმომატრიცა, აი მე კოსმო ვლაპარაკობ. ხო, აი ესეთი რაღაცები ხდება. როგორც არის ზაშიტები, მაგალითად ჟივა, დედამიწის ჟიზნინიე სილები არის აბსოლუტი კოსმოსილები, კოსმოპატოკები, კრისტალები, აი როგორც ზაშიტებია სხვადასხვანაირი, ასეთივე მატრიცებია სხვადასხვანაირი. ეხლა რა ბიომატრიცა, სულიერი მატრიცა, გულის დნკ-ური მატრიცა, რა ქვია, სულიერი ზვოზნიე დვარეცების დნკ-ური მატრიცა, დვარეცების ზვოზნიე სულიერი მატრიცა, რომ დნკ რომ შეიქმნა, დნკ-ის შექმნაში, ასე ვთქვათ, ადამიანის ბიობოტების დნკ-ის შექმნაში, აი თავის ტვინის შექმნაში, ნერვების შექმნაში, სისხლის მიმოქცევი ფუნქციების დნკ-ურ შექმნაში, ნერვების შექმნაში, იმპულსების შექმნაში, რაზკუნთების შექმნაში, ძვლების შექმნაში, ასე ვთქვათ, ცივილებმა მიიღეს მონაწილეობა და ცივილების ექსპერიმენტებით, ექსპერიმენტული დნკ-ური ჩანაცვლებებით, ასე ვთქვათ, მოხდა ადამიანის გენეტიკური რაღაცა კოდების შემუშავება, რაც ახლა ჩვენ უკვე აი ვაზროვნებთ, უკვე ბიობოტები აზროვნებენ ადამიანურად.
ადამიანურად ვაზრობ, ცხოველებივით აღარ ვაზროვნებთ უკვე, ცოტა ადამიანურად ვაზროვნებთ. ხო, ცხოველებივით ვაზროვნებთ რა, ეხლა ცოტა განვითარდით ინფორმაციულადაც, ტელევიზიურადაც, ტექნოგენურადაც, ტექნიკურადაც, ცოტა მოდა გადავედით, მოდა სისტემები განვავითარეთ და სხვადასხვა სისტემებიც სხვადასხვანაირად ვითარდება და ეს არის მატრიცა. აი, პოლიციას თავისი მატრიცა აქვს. რა მატრიცა აქვს პოლიციას ახლა? თავისი კანონებით იქმნება ეს სისტემა, სისტემური მატრიცა, სადაც მუშაობს. სხვადასხვა სამსახურს თავისი მატრიცა აქვს. სხვადასხვა ეს არის მატრიცა. ახლა გადასვლა როგორ ხდება? როდესაც ადამიანი მიხვდება, რომ მე ვარ ბიომატრიცა, ჩემ გულს აქვს თავისი მუშაობის ფუნქციები, თავისი მატრიცა, ციფრული მატრიცა, რა ქვია, ჩემს თავის ტვინი მუშაობს, თავისი ციფრული მატრიცა აქვს, ციფრული კოდები აქვს, შიფრები აქვს, ციფრული ეს რას ვიმახსოვრებ, რას ვუყურებ, რას ვლაპარაკობ, ეს ყველაფერი რას მანიფესტირებაიო მაგალითად, ხო, რას ვოლაიზივლაი, ხო, ეს ყველაფერი მაგალითად მატრიცაში ინახება, ჩემს ინფო პაკეტებში ინახება, ციფრული მატრიცაში ინახება, ჩემს სულს აქვს თავისი სულიერი მატრიცა, ჩემს ბიოგენებს თავისი სულიერი მატრიცა აქვს და შემიძლია ეს ბიოგენური მატრიცა მე მაგალითად დავამუშაო, როგორ დავამუშაო, რომ დავუშვათ ჩემს ბიოგენებში თუ არის დისტრუქციული კოდები, შიფრები, ინფოპაკეტები ძალადობაზე, იმაზე, ამაზე, ტანჩვაზე, ნეჟიწია, ნებიწიაზე, რაღაცაზე, აბნურაიო, я выбираю ჩავანაცვლებ ეს ტელეპათიურად, მენტალურად და წარმოიდგინოს ადამიანმა, რომ ვითომ წმინდა წყლის პატოკებით დაიბანა ეს DNK, მთლიანი ტანი, მთლიანი გაიწმინდა ეს სისხლი, ხორცი, ძვლები, რაღაცა და ეს ჭუჭყი მოშორდა, შავი ნეგატიური რაღაცები მოშორდა და წარმოიდგინოს, რომ სონიჩრი ლუჩებით დაიბანა ადამიანმა, შვიდი რადუჟნი პატოკებით დაიბანა ადამიანმა და თქვას, რომ იავებირავ სვეტ, ლუბოვ სიხარულის სიყვარული, მშვიდობა, ბალანსირება, გარმონიულობა, ხელშეუხებლობა, ბეზაპასუხისმგებლობა, რა ქვია, ავტონომიურობა მაგალითად, ხო? ინდივიდუალურობა მაგალითად ამის მოტევება, შეწყარება, მიტევება, მოტევება, ჩემი ზურისათვის ვაუბრალებ, ჩემი ბიოსისტემისათვის, მატრიცისათვის, ბიოსტრუქტურისათვის ვაბლაგა. ასევე არის სულიერი მატრიცა. როდესაც ადამიანი მიხვდება, რომ ეს არის გადასვლა. ეხლავე უნდა მიხვდეს ადამიანი ამას და შეუძლია მერი ადამიანს გადავიდეს დაუშვათ, აღარ მინდა მე დედამიწაზე დაბადება, აღარ მინდა დედამიწაზე მაგალითად ან აღარ მინდა ამ ოჯახში დაბადება, ან აღარ მინდა ამ როდში დაბადება, ან აღარ მინდა ამ დედამიწაზე დაბადება, ხო? და მინდა მაგალითად ვაპლაშენიები გავიარო, ევოლუციები გავიაროთ, მაგალითად გრიედიენცებთან, ან ანდრომედებთან, ან არტურიანცებთან, ხო, რაღაცა. და მინდა წავიდე იქ, ვაპლაშენიები გავიარო იმათთან და ვიბირავი მხოლოდ სიკეთეს, სიხარულს, ბედნიერებას, ჯანმრთელობას. მანიპულატორებისა და ლაუშკების გარეშე, ესეც უნდა განაცხადოს ადამიანმა. ადამიანი რო გარდაიცვლება, რა ხდება და ადამიანი გადადის თავის სამყაროში, სვეტყიეს სამყაროში. თავის კოსმოსულია, კოსმოს სამყაროში გადავა, ზემნოისულია, ზემნოის სამყაროში გადავა. თავის სამყაროში მიდის ადამიანი, მირმეჟმირიებში. და პარტალებში გადადის ადამიანი, იქ სადაც ამ სულს უხარია, რომ მე იქ უნდა წავიდე, რომ იქ არის ჩემი სახლი, რასაც ჩათვლის სული თავის სახლად. ჩემი სახლი ეს დროებითი დედამიწა, ყველასათვის დროებითი დედამიწა არის. ეს დროებითი დედამიწა სულის სახლი არ არის. ეს არის დროებითი სულის სახლი, სადაც გავდივართ, დროებითი სახლი, სადაც გავდივართ ვაპლაშენიებს. და ეს ვაპლაშენიების მერე მაგალითად სულს თუ არ უნდა სულ აღარ გადავა ვაპლაშენიებში,
და იქნება იქ თავის სახლში, მირმეჟმირია თავის სახლში, სადაც უნდა სურს რომ ან თუნდაც ავტონომიურად გადავა სხვაგან, ავტონომიურად გაფრინდება სადღაცა მზეში ან მზის იქითა პლანეტებზე, ეს სულისთვის შეუძლებელი არ არის. ეს ხდება სინათლის სიჩქარის და მიხედვით რაღაცა წუთებში, წამებში. სულისთვის ეს ყველაფერი შესაძლებელია. ანგელოზები როგორ გადაადგილებიან სინათლის სიჩქარის და მიხედვით. ნუ ანგელოზებს ფრთები აქვს. ხო, ყველა შეუძლია წარმოიდგინოს, რომ ფრთები აქვს. სოლნიჩნი ლუჩებით შეუძლია გაიკეთონ ეს ფრთები. ხო და გაფრინდნენ. ან ყველა შეუძლია წარმოიდგინოს, რომ საფრინავი კოსტუმი აქვს, საფრინავი სოლნიჩნი ლუჩებით კეთდება ეს ყველაფერი სინათლის ენერგიებით. სინათლის სიხშირეებით, სინათლის ენერგიებით და გაფრინდებიან სულებით, სინათლის სიხშირე, სინათლის ენერგიებით თავიანთ მირმეჟმირია სამყაროებში. ხო, აი ჩიტები როგორ დაფრინავენ, მაგალითად, სმენით და სინათლის იმით, სინათლის სიჩქარის და მიხედვით, სინათლის მიხედვით დაფრინავენ ჩიტები და ხვდებიან, მაგალითად, სად კაი ამინდია, სად უნდა გადაფრინდნენ, სად უნდა გადმოფრინდნენ, სად უნდა იმათ კომპასი არ აქვთ ხელზე და იმათ ის არ აქვთ ხელზე Google-ი, რომ ჰაერში იცოდნენ, სად წავიდნენ და სად იფრინონ ჰაერში. ასე არის სულები სინათლის სიჩქარის და მიხედვით მიფრინავენ თავიანთ სამყაროებში. აი ეს არის გადასვლა, რომ ადამიანმა აქვე უნდა განაცხადოს, რომ მე ვარ მარადიული სული, ხელშეუხებელი სული, ვარ ჯამთელი ჯანსაღი ადგენილი სული, საპრიშაევ სეხჩემ ნეგატივობას, დისტრუქციობას, მანიპულატორობას, რაუშნიკობას, პერიკლადაობას, პაკადაობას, აბნულა ეცა ჩემზე ჩემ შესახებ ყველა სახის დოგორე, მოგორები, პრივასკები, პრისოსკები, ცებები, ჩიპები, იმპლანტები, აციკაიუ, აციკაეცა, აციკანო. აციკაი, ვაუქმე, ვაბათირებ, მაგალითად, რაღაცა პრივასკებს, პრისოსკებს, შეთანხმებებს, დოговорებს, ხო და გაუქმებული, გაბათილებულია ყველა სახის ვალები, ვალდებულებები ჩემზე ჩემ შესახებ. всё, მე არავის ვალდებული არა ვარ, მე ვარ თავისუფალი მარადიული სული. არავისი სამაიმუნო არა ვარ, ვარ თავისუფალი მარადიული სული. და ასე ვთქვათ, გაფრინდება სული თავის მირმეჟმირიებში, ასე რომ გარდაცვალება არის გადასვლა სხვა სულიერ კაი სამყაროებში, მაგრამ ადამიანმა თავი ეხლავე უნდა გაინთავისუფლოს. გაინთავისუფლოს თავი რისგან? იმ დისტრუქციული პროგრამებისაგან, იმ დისტრუქციული გერცებისაგან, იმ დისტრუქციული ქულებისაგან, იმ დისტრუქციული ვიბრაციებისაგან, იმ დისტრუქციული ლაიკებისაგან, რა ქვია, ხილავი პარაზიტებისაგან, აცნობი პარაზიტებისაგან, უკუღმართი პარაზიტებისაგან და რა ქვია, აიწვიოს ოდნავ მაინც ვიბრაციები აქვე, გაინთავისუფლოს თავისი აზროვნება აქვე ცოტა მაინც და მერე უკვე რა ქვია, ხდება გადასვლა. ეს არის გადასვლა. და რეგრესოლოგები როგორ გადადიან უროვნებზე, მაგალითად, ერთი უროვნებიდან მეორებიდან უროვნებზე, მაგალითად, არის მაგიური უროვნები, ხო, მაგიური ჩისტოტას ეძახიან, ხო? ტრეციკლაზით, რომ რეგრესოლოგების კოპიები, რეგრესოლოგების სულები, რეგრესოლოგების საზნანიები, როგორ ხედავენ, მაგალითად, ჩისტკაპა ფოტო, რასაც ქვია, ხო, მაგალითად, ტრეციკლაზით, ესენი ემაშრებიან, ხედავენ ამ ბიოსისტემას, ბიომატრიცას, ჩაკრების სისტემას, ჩაკრების მატრიცას, ხედავენ რეგრესოლოგები ასტრალურად, ტელეპათიურად, ასე ვთქვათ, ძვლებსაც, იცხლას და DNK-საც, ყველაფერს კუნთებს. DNK-ზე თუ არის რაღაცა რადავები ბლოკები, ამას ხედავენ. იქ თუ არის რაღაცა, მაგალითად, არის მაგიური ჩისტატა, არის ნეუპაკოინების, რა ქვია,
ჩისტატა არის ვამპირების ჩისტატა უროვნები, რას ეძახიან უროვნებს. ეს ის არის იციან უფრო პირველ მეორე მესამე ჩაკრაზე, მაგრამ მენტალნი წელებზეც იციან მოჯდომა, მაგალითად ტექნოგენურმა პარაზიტებმა. ტექნოგენური პარაზიტები რომელი არის, მაგალითად სერებირები, გრები, არხონტები, თავიანთი მეტალიჩესკი, პრივასკებით და პრისუსკებით არიან, ბესებიც, მარმონები, ხო? და ხედავენ ამათ იმ ბესი რამდენ გერცოვანია, რამდენ ქულიანია, რამდენ გერცოვანია, ჩორტი კი რამდენ გერცოვანია, ერთი ქულა აქვს, ორი ქულა აქვს, სამი ქულა აქვს, ოთხი ქულა აქვს, თუ რა. ანუ მინუს ქულებს, ხო, ეძახიან მინუს ქულებს. ადამიანებს და ანგელოზებს პლუს ქულები აქვს, კაი ცივილიზაციებს პლუს ქულები აქვს და დისტრუქციულ, პარაზიტულ, ასე ვთქვათ, უროვნების მქონე, პარაზიტული ჩისტოტების მქონე, რაღაცა სუშესტოებს აქვთ მინუს ქულები, ანუ ნეგატიური ქულები. და DNK-ს რო გამოაჩენენ, ანუ DNK გამოჩნდება, ხო, DNK გამოჩნდება, ბესებმა გამოაჩინა თავისი DNK, ხო, მასკა გალაგრამა მოიხსნა, გამოაჩინა DNK, ხო, გამოაჩინა ამავე დროს გერცები, ხო, ამ DNK-ზე, მაგალითად, ტელეპათები კითხულობენ, კნიაზია ესა, თუ ბესია, თუ მარმონია, თუ რადავოი ბესია, თუ რანაირი ბესია კითხულობენ და ქულებსაც, გერცებსაც კითხულობენ და იკითხებიან ახლა ტელეპათიურად ბესებს და სერებსა და არხონტებს, რომ რატო ხართ აქ? ვინ დაგიბარათ? რატო აიკიდეთ ამ ადამიანს, მაგალითად, რატო ზიხართ ამ ადამიანის სხეულში, ან რატო ჭამთ ამის ენერგიებს, ან რატო გაქვთ ამასთან პრივასკები, ან რატო გაქვთ ამასთან ჯადოებს რატო უკეთებ ამ ადამიანს, ხო? რაღაცა, ხო, და ეს ბესი იძახის, რომ აი, ამიტომ, ამის გამო, იმის გამო და აი, ერთი წელია ვარ, ან ორი წელია ვარ, ან წინავა პლაშენიებიდან მოვდივარ და ან რელიგიის გამო, ან ეგრეგერის გამო, ან იმის გამო, ან ის გამო. ნუ ამას ეხლა ეს ტრეწიგრაზე ვისაც აქვთ გახსნილი და ხედავენ, ეს ციფრავოი კოდებს, ციფრავოი შიფრებს, ციფრავოი მატრიცებს, ციფრავოი ქულებს, ციფრავოი DNK-ებს, რომლებიც ხედავენ რეგრესოლოგები, ისინი ტელეპათიურად, ასე ვთქვათ, იმაშვებიან ყველაფერს, ასე ვთქვათ, ლაპარაკობენ სულიერ სუშესტოებთან, სხვადასხვა სულიერ სუშესტოებთან. მარტო ბესებთან კი არ აქვს საქმე, იმათ აქვს საქმე ვიშე სვეტრისებთან, ანგელოზები ეხმარებიან იმათ, დვარეცი ეხმარებათ იმათ, ვარეცი ეხმარება იმათ, წმინდა ცივილიზაციები ეხმარებიან იმათ და საერთოდ გამოღვიძებული რეგრესოლოგები უმრავლესობა არის კოსმოსულები. 1-2 რეგრესოლოგი რომ ზიმნოი სუშესტო არის, 1-2 რეგრესოლოგი რომ ზიმნოი და პლაზმენი სუშესტოა, დანარჩენი რეგრესოლოგები, ვინც ასე ვთქვათ YouTube-ში ვიცი და ვინც წამიკითხია და ვინც ისა, ვისაცნობლობ არიან სუშესტოები, ანუ კოსმოცივილიზაციები. აი ეს არის გამოღვიძება, რომ ადამიანი როდესაც მიხვდება იმას, რომ მე ვარ სული და არიან ჩემს გარშემო სულები, ეს რა ქვია, ჩემი მეზობელი მაგალითად შეიძლება იყოს ან პლაზმენი სული, ან კოსმოსული, ან ანგელოზური სული, ან ზიმნოი სული და ასე შემდეგ. მთავარია ადამიანმა ერთმანეთი არ დაუშავონ, ერთმანეთის გრანიცებს პატივისცენ და ეს არის გამოღვიძება, რომ არ შეურაცხყოფა არ მიაყენო ადამიანს, არ დაუზიანო არაფერი, ვიგადნიკაობა არ დაუწყო ადამიანს და ეს არის ზუსტად აი ეს გამოღვიძება, რომ ადამიანი თავის დაცვას რო დაიწყებს თავის და აი არის ან შეყარებულები, მაგალითად რომ ვიგადნიკაობენ და იმ ან ქალს ეწოდება ეს კაცი, ან კაცს ეწოდება ეს ქალი. არ უნდა შეიცოდო ადამიანი, კი ეხლა ერთი ხელი გავუმართე, ორჯერ ხელი გავუმართე, სამჯერ ხელი გავუმართე, მაგრამ
ეს სული უნდა მიხვდეს იმას, ის ქალიც და ის კაციც, რომ მე ეს კი არ უნდა დავავამპირო, დაავამპირებენ ერთმანეთს და ვიგადნიკაობებენ ერთმანეთზე. კი არ უნდა დავავამპირო, უნდა მე თვითონ ვეცადო ჩემს, ასე ვთქვათ, მატერიალურ ცხოვრებასაც მივხედო. და სულიერ ცხოვრებასაც მივხედო. ეს არის ევოლუცია და ეს არის რევოლუცია და ეს არის რა ვქვია, ვაპლაშენიების урокების გავლა, ეს არის გაკვეთილების გავლა, ეს არის. კი არ უნდა დაავამპირო ვიღაცა შენი რაღაცების გამო, იმის გამო, ამის გამო, ან იმის დაჩაგრო ვიღაცა რაღაცების გამო. არამედ უნდა იმას აქნა შენით უნდა შეეცადო, რომ და სხვა ადამიანის ზიანის მიუყენებლად განივითაროს ყველამ თავისი მატერიალური ცხოვრებაც და ასე ვთქვათ, სულიერი ცხოვრებაც. ეხლა საერთოდ როგორ უნდა განვასხვავოთო, დაუშვათო ზიმნოის როგორ უნდა განვასხვავთო რობოტებიო და ზომბებიო, როგორ უნდა გავასხვავოთ ცოცხალი, არაცოცხალი სუშესტოებიო ერთმანეთისაგანო, ესეთი კითხვაც იყო. ზომბები და ბოტები და ზომბები როგორ გავასხვავოთ? ნუ ადამიანის აქვს სული თუ არა აქვს სული თუ იმ ადამიანში ბოტია, ზომბია თუ პროგრამა თუ მატრიცა თუ სისტემაა თუ რა არის იმ ადამიანში, როგორ უნდა განვასხვავოთ ერთმანეთისაგანო. ადამიანში, რომელშიც არის, ასე ვთქვათ, რაღაცა სული, რაღაცა აბსოლუტის ჩისტოტა ჩადებული, ის ადამიანი ყოველთვის მიისწრაფვის სულიერი განვითარებისაკენ, მაგრამ მთავარია იცოდეს ადამიანმა სულიერი სწორი განვითარება და სულიერი სწორი გაკვეთილები. რელიგია არ გვაძლევს სულიერ სწორ გაკვეთილებს. ეს მინდა ვთქვა. მეორე და ადამიანი ცდილობს თავისთვის გამოიგონოს რაღაცა, თავისთვის შექმნას რაღაცა, თავისთვის დახატოს რაღაცა, თავისთვის იმღეროს რაღაცა, თავისთვის რაღაცა იმას აკნას. ეს არის ადამიანის რომ ვიცით, რომ ადამიანში არის რაღაც დვარეცის ჩისტოტა, აბსოლუტის ჩისტოტა. ეხლა ბოტები და ზომბები რა არიან? მთლიანად ემორჩილებიან სისტემას, როგორ რომ დაიმახსოვრებენ, დააკოპირებენ, დაასკანერებენ, დააკოპირებენ. იქ მათემატიკას ისწავლიან, იქ იმას ისწავლიან, პიანინოს დაასკანერებენ, დააკოპირებენ, ისწავლიან. თავისას ვერ იგონებენ, თავისას ვერ ფიქრობენ ისინი უბრალოდ იმახსოვრებენ და იმეორებენ. იქ გაევლიან პოლიციის კურსებს და ეს პოლიციის კურსები უფრო ეგოისტები არიან, ესენი უფრო არიან ეგოისტური ჩვეულებების მატარებლები, არიან ზუსტად ზომბები, კლონები და რობოტები, უსულო რობოტები. ეს მინდოდა მეთქვა. მადლობა ჩემს სულს.